დავბრუნდით, გრძელდება ექსტრემალური სპორტი GDS შოა დღეში და თამშრელების მფრინავისა და მეკვლეობის შემდეგ სპორტის სხვა ექსტრემალური სახეობის წარმომადგენლები შემოგვიერთდნენ. ეს გახლავთ დაუნჰილი, ანუ სამთო ველოსიპედი, ველოსპორტი და დრიფტი. სტუმრებს წარმოგიდგენთ წარმოთქმა. ხო, დრიფტის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი სარიშვილი, გიორგი დანელია, კახა ჯანაშვილი, ლუკა ელაშვილი, სამთო ველოსიპედისტები. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მომბრძანებისთვის და მოგვიყევით, რა არის მთის ველოსპორტი, ანუ დაუნჰილი? დაუნჰილი არის მთიდან ექსტრემალური სამთო დაშვება, სადაც განსაზღვრული არის დრო და აი ხანდახან შეიძლება დაშვებისას რაღაცა იყოს ბარიერები, ან მსგავსი რაღაცები. წინააღმდეგობები, ანუ რამდენად დიდი ისტორია აქვს ზოგადად მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში და ჩვენთან როდის დაიწყო ეს ყველაფერი და მერე თქვენზე გადავიდეთ, როგორ ჩაერთვეთ? როგორ გახდით? მსოფლიოში როგორც მე ვიცი, მობადეთ ლოს-ანჯელესში დაიწყო ხო ეს ისტორია 70-იან წლებში, ხო? კი. მსოფლიოში ესე ვთქვათ, ყველგან კარგად არის განვითარებული, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი ძლიერი სპორტი არის და ასე ვთქვათ ყურების და მომხმარებელი აქვს და სანახაობა ასე ვთქვათ ძალიან ისეთი არის სერიოზული. რაც შეეხება ჩვენთან, ფაქტურად გამოდის შოუ, სადაც არის, აი, ძალიან ბევრი ისეთი სერიოზული ხალხი ჩართული, რასაც ქვია, რომ მართლაც ცოტა დიდი გამძლეობა და ისეთი გული გინდა ცოტა. მე რაც ნანახი ხო, მართლა საყურებლათაც მაგარი გული გინდა, მარტო იმიტომ არა მარტო მონეტები. ყურების დროსაც ვინერვიულობთ. კი, რაც შეეხება საქართველოში, ასე ვთქვათ, დავიწყე მე ძალიან ადრე, რაც ლუკა ყველაზე სტაჟიანია ესე ვთქვათ. ასე ვთქვათ, ერთი 15 წლის წინ დავიწყე, როცა არ ვიცოდი სპორტი რა იყო და ამის შემდეგ უკვე მივხვდი, ნახე ვიდეოები, ცოტა გამნათლდი ამ სფეროში და უკვე გადავწყვიტე, რომ გავყოლიყავი ამ სპორტს. შენ ვისაც ძალიან ექსტრემალი ხარ, იმიტომ რომ ეს არ არის ხო სპორტის ერთადერთი სახეობა, სადაც აქტიურად ხარ და შესაბამისად ეთყობა ყველაფერი ცადე, ესე ვთქვათ და ყველაფერი ცადე, ასე ვთქვათ, რაც არამატორიან ჩვენ მაყურებელსაც ვუწევთ რაცადე. რა ვიცი, აი ბიჭებთან ერთადაც ვცოცავდი ცოტა ხანი აღარ დავსრიალებ ძალიან კარგად. ვსრიალებ კი თხილამურზე, სნოუბორდზე, რავი ხიდიდან ხტომა, ველოსიპედი, როლიკები, BMX-ი. ეს ეტაპები 4 ხო, რაღაცები გავიარე. რა შეგრძნება, აი ჩვენ მაყურებელს მინდა უთხრა, ვინც მხოლოდ მაყურებელია და თვითონ არასდროს არ შეუგზნია. აი, როდესაც ეგეთ ექსტრემალურ სპორტით ხარ დაკავებული, რა გრძნობას ბადებს, რა განცდები? ზოგადად ექსტრემის შეგრძნება ბადებს რაღაც ადრენალინს, რასაც ყველა საუბრობს და ყველას მოწონს. ყველათან ხდება. ხო, ზოგადად ექსტრემი ამას იწევს და კონკრეტულად თის ველოსიპედი ისეთი რაღაცა, ვისაც თან თა უყვარს, ბუნება უყვარს, ანუ ძალიან ისეთი შენში არის რა, უნდა გრძნობდი ამას და პლუს ექსტრემი და ესეთი რაღაც ერთმანეთს რომ ემატება, ქმნის საოცარ შეგრძნებას და ბედნიერებას. ამიტომაც არის. ყველაზე რთული ტრასები ჯერ როგორ იწყება, ანუ ალბათ მარტივად იწყებ და მერე შედარებით რთულდება და ისიც მაინტერესებს დაშვებამდე ალბათ ამ ტრასას სწავლობ თუ არ იცი წინ? კი, რა თქმა უნდა, ანუ არის რაღაცა გზა ვთქვათ, ამ გზას ჯერ სწავლობ, როგორი არის, რანაირი არის, ანუ რაღაცეთებ ამ ხო, ამ გზას ვაკეთებ და აგებ. და ანუ თქვენ თვითონვე იქმნით იმ დამკოლებებს და სირთულებს? დღესდღეობითაც არსებობს თბილისის ტრასები არის ყველაფერი ჩვენი გაკეთებული, ანუ კუსპის მიმდებარე ტერიტორიაზე, კოჯორში, წყნეთში და ფუკერამარსებობს. სადაც ახლო მთები არის. გზის გაკეთება ოღონდ აქ არის ძალიან სასაცილო როგორ თქვა, მაგრამ პირიქით აფუჭებს. გზის გაფუჭება ეს გზას ბევრ დამკოლებას მე ვიტყოდი, რომ თან ვუვლით ბუნებას, არა მარტო იმიტომ, რომ ძალიან დაბინძურებული არის და დასუფთავებად შედის ამ გზის. დასუფთავების მხრივადაც კი ვუვლით, რაც ანუ თავარი ეგ არის, რომ ბუნება არის და ანუ არ იყოს დაბინძურებული თუნდაც და ისევ იქ ჩვენ ვარჯიშობთ და ისევ ჩვენ ვართ იქ და ასე გვიწევს, რომ დასუფთავდეს მაინც ბუნება რა. თავისუფალ დროს თუ გამოვნახავთ ხოლმე ეგრევე ვაფატკებით და ბარებით. გასულ სეზონს ან იყო ესეთი სლოვენიური კომპანია ალიანსი, რომელმაც გააკეთა
ველოტრასები ბაკურიანსა და გუდაურში, სადაც ისეთი დატვირთული გზა არის, ანუ როგორც ჩვენთვის სპორტსმენებისთვის იდეალური არის და ასევე ველომოყვარულთათვის იდეალური არის. ბაკურიანშიც რა თქმა უნდა გაკეთდა, ასევე არის უნარჩვევების პარკი, თქვათ, ვისაც დამწყებ ექსტრემალს, ვისაც თქვათ ეშინია, ახტომა რაღაცა, სწავლობს იმ უნარჩვევების პარკში და მე უკვე უადვილდება, თქვათ. ხო, ნუ რეალურად ეს ყველაფერი ისწავლება, ხო, ეს უნარჩვევის დონეზე ვითარდება იმ ყველა ბაკურიანში არის ორი გზა არის, ანუ არის პროფესიონალური დონის და ასევე არის დამწყებთათვის, ანუ შედარებით უფრო მარტივი გზა არის, ვისაც თქვათ ეშინია ან მსგავსი რაღაცა და იდეალური არის ვფიქრობ. მე ადამიანს თვითონ ატყობს, ანუ რამდენად შეუძლია გარისკვა, ანუ ხანდახან მეტადაც ვისკავთ ხოლმე, მაგრამ ძირითადად განვითარება ასე ხდება, რომ სწავლობ, მე ხედავ, რომ უფრო მეტი გამოგდის და შესაბამისად თუ ველოსიპედის საერთოდ ხმას არ იღებს და იქენ ორი სიტყვები. იმიტომ რომ დრიფტთან დაკავშირებით არის ჩვენთან მოსული და გადავალთ მე ამაზე, ანუ ბორბლების რაოდენობა გაიზრდება ნელ-ნელა გადაცების დროსთან ერთად. რამდენად ბევრი ხართ და ისედაც ვიცით, რომ ჩვეულებრივი ველოსიპედი ვისაც ყავს, მათად კი უჭირთ ხოლმე ხან იგივე რაღაც ნაწილის პოვნა იქნება თუ თანხებთანაც თითთან არის დაკავშირებული და ამას კიდე განსაკუთრებული მონაცემები აქვს, ხო? კი, ანუ ბევრი ვართ, მაგრამ როგორც ესეთი რა ვინც მიყვება ამ სპორტს, ძალიან ნაკლები არის ესეთი ანუ არიან ტიპები, ვინც შემოდიან ამ სპორტში და ძალიან ტრამული სპორტი არის, მოგეხსენებათ და პირველივე ტრამვაზე მე ესე გადიან სპორტიდან, მე ესე უბრუნდებიან, ზოგი არ გადის და უჭირს შემდეგ უკვე სპორტის გაგრძელება. და სწორედ ეს არის ხოლმე ძირითადად პრობლემა, რომ აი რაღაც ტრამვების შემდეგ უჭირთ ხოლმე ისევ თან. ნუ ან შეიძლება ტრაუმა გახდეს იმის მიზეზი, რომ მიხვდეს ადამიანი, რომ არ ყოფილა ეს ჩემი საქმე, თავში პირიქით იყო ზუსტად აი აქ ძალიან ახლოს გმირთა მოედნის ქვეშ მომივიდა თავიდან, ანუ არც ვიცოდი კარგად არც ვერ ყავდა, რაღაც ჩვეულებრივი ველოსიპედი მყავდა და სულ შემთხვევით აღმოჩნდი მიწისქვეშაში ძალიან დიდი რაზგონით, სალტოებით და ასე შემდეგ. თავარი პრობლემა არის ის, რომ ეხლა ხედავდი კაც საშენი ხო? სპორტული მედიცინა არის ცოტა ცუდად განვითარებული. ხედავდი. ამის პრობლემა არის ეს რა ყველაზე მთავარი. ჩემი პრობლემაც ის იყო, არ მქონდა მაშინ არც ჩაფხუტი, არც დამცავები, უბრალოდ ველოსიპედი ვიყიდა და დავდიოდი რა და მე მივხვდი რომ და რამდენად მნიშვნელოვანია დამცველი ეკიპირება, ანუ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ გჭირდება აუცილებლად ჩაფხუტი, გჭირდება სამუხლეები და ხელთათმანი. ეს სამი ძირითადი კი მინიმუმ ეს სამი ის უნდა იქონიოს, იმიტომ რომ მაინც დაცემის დროს პირველი ხელი მიდის, თავი მიდის და ნუ ყველანაირად რო იყო დაზღვეული კი. აი ამ ველოსიპედების შეკეთების თქვენ თვითონ რამე დაუზიან და თქვენ თვითონ გიწევთ ამ სახელოსნოები არის სამი სახელოსნო არის თუ მეტი არა და ნუ მაგის შეკეთების პრობლემა ყოველ შემთხვევაში ნუ თბილისში არ არის რა. და რამდენად სპეციფიურია ის ველოსიპედები, რომელსაც თქვენ ხმარობთ? ეს ველოსიპედები არის ძალიან სპეციფიური და ძვირად ღირებული, რაც თავარი არსი არის ამ ყველაფრის. მანქანას ვიყიდი, ეხლა რომ მოვიტანო თქვენი რომელიმე აი მაგალითად ეს შავი ველოსიპედი რაც არის, თავის ღირებულება იყო 14000 ლარი. მაღაზიიდან გამოყვანილი. პარკებს რო ხსნის კი, ეხლა კიდე უფრო ახალი ველოსიპედები რაც უფრო განვითარებული ველოსიპედები გამოდის კიდე და უფრო დახვეწილი ნაწილები და ხარისხიც უფრო მაღალი არის და რა თქმა უნდა უფრო ფასს წევს კიდე ზევით რა არის ველოსიპედები რომელიც ხრის 10000 $15000 იყო ნაწილებიც ასე და თქვენ როგორ ერევით ამ თანხებს აი მე მაგალითად ეს ველოსიპედი რა ვიცი პირველი მუშავე რომ მეყიდა ასევე ყველა მგონი ასევე ვინც ჩართულები ვართ ამ სპორტში პირადადაც უნდა რომ ამ სპორტში რაღაცას მიაღწიოს ნუ თვლი რომ ყველაფერს გააკეთებს მაგისთვის ზოგი იწყებს ძალიან პატარა ბოდის ძალიან პატარა ისეთ ჩვეულებრივი ველოსიპედით მაგრამ აი რაღაცა გზებს მაინც პაულობს რომ ნაწილები დაამატოს მე რაღაც ჩარჩა შეცვალოს ველოსიპედი კიდოს და თავარია სრული ძირითადად და რამდენად უკვე არსებული ველოსიპედი რაც ფასის თქვენ თქვით შეიძლება იყოს თქვენი აწყობილი ველოსიპედის ხარისხის. შესაძლებელია ყველანაირად თუ რა თქმა უნდა ეს ნებისმიერ ადამიანს თქვა ეხერხება ამის გაკეთება რომ თვითონ ჩამოიტანოს ნაწილები ააწყოს და კომპლექტაცია გაუკეთოს ისეთი როგორც არის თქვა თუნდაც ქარხნული არანაირი პრობლემა არ არის ან მე მაგალითად მეთან ვაწყობდი ყველაფერს არასოდეს პრობლემა არ მქონია. ანუ სურვილის შემთხვევაში სტანდარტული ველოსიპედი შეიძლება დაუნღილისთვის გამოსადეგ ველოსიპედად განსაკუთრებით დიდად თლად ვერ გამოიყენება დაუნღილისთვის, მაგრამ რაღაც ნაწილების შესვლა შეიძლება და რაღაც
რაღაც დონემდე შეიძლება რომ თქვა წნარად იარო თქვა დამხვილის გზაზე. მე როგორც ადამიანს არ ვიცი ეს სპორტი, მინდა ესე იგი საზღვარგარეთ ინდუსტრია არსებობს, რომელიც ესეთ ველოსიპედებს უშვებს. საზღვარგარეთ არის ბევრი ქარხნები, სადაც გამოდის სპეციალური ეს ველოსიპედები, ანუ არის სხვადასხვა ბრენდები, რომლებსაც ყავთ სხვადასხვა დონის ველოსიპედები. არის დისტრიბუტორები საქართველოში არ არიან. დისტრიბუტორები არიან, რამდენიმე მაღაზია, რომლებსაც ჩამოაქვთ ეს ველოსიპედები და მოთხოვნას აკმაყოფილებს რაც. მოთხოვნას აკმაყოფილებს და შეყვეთის სამებრ ხდება ველოსიპედის ჩამოყვანა რა. არ ჩამოყავთ, იმიტომ რომ შეიძლება ყიდველი შეიძლება არ გამოჩნდეს და არ გაიწელოს. რაც შეეხება შეკვეთის მხრივ ყიდულობენ. ხო, შესაძლებელი არის ყველაფერი, შენი დაწყობიდან დაწყებული გამოწერით დამთავრებული თუ გაქვს ამის თანხა, რა თქმა უნდა. რაც შეეხება დრიფტს, მე მგონია რომ იმაზე მეტია საქართველოში დრიფტინგით დაკავებული ვიდრე გონია, იმიტომ რომ ყველა ექსტრემალურად ატარებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ხუმრობ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ თქვენ პროფესიონალები ხართ და ზოგადად რას გულისხმობს დავიწყოთ ამით, ხო? იმიტომ რომ ძალიან საშიშად ცხერს ბევრი ჩვენი მაყურებლისთვის. ნუ ბუნებრივია ექსტრემალური სპორტია და ყველა საშიშია, მაგრამ რო განგვიმარტოთ რა არის აზრი და სიამოვნებას რით იღებთ? კი ბატონო, ზოგადად დრიფტი არის ჩემპიონატი, სადაც ტარდება ეს ტურნირები და ტარდება წყვილური გარბენები, ან წყვილში შეჯიბრი. ბევრს გონია ეს შოუ, იმიტომ რომ ბევრი შოუ არის გამოყენებული დრიფტის სხვადასხვა სპორტის სახეობებთან ერთად, მაგრამ რეალურად დრიფტის ჩემპიონატი შეჯიბრი არის სულ სხვა. ეს არის რუსთავის ავტოდრომზე ტარდება ხოლმე საქართველოში, ამ ტრასებზე სპეციალურად მზადდება ეს ტრასები, რომ ჩატარდეს შეჯიბრი. რაც შეეხება შოუს, იქ არ არის ჩათვლითი, იქ ვერ მოიგებ, ვერ წააგებ, ის უბრალოდ შოუ არის და ხალხი ამით არის უბრალოდ საჩვენებელი. რა დონეზეა საქართველოში დრიფტინგი განვითარებული? ჩემი აზრით, მრბოლელები უკვე ძალიან მაღალ დონეზე არიან, უბრალოდ ძალიან ძვირი სპორტი არის მოგეხსენებათ და ავტომობილებს სჭირდება მეტი განვითარება. და განახლება მუდმივად. კი, კი. და ეს არის ერთგვარი ხელის შემშლელი ფაქტორი განვითარების. რა თქმა უნდა, საქართველოს პირობებში ჩვენ რა ტრასებიც გვაქვს, ყველანაირად აკმაყოფილებს ჩვენი ავტომობილები ამ ტრასებს, თუმცა უცხოელებთან შედარებით ცოტა გაგვიჭირდება რომ შევეჯიბროთ ერთმანეთს. აპრილის თვეში გვაქვს დაგეგმილი შეჯიბრი, ჩამოდიან თურქეთიდან სტუმრები სამი ავტომობილით და იქ ნახავთ თუ რა დონეზე ვართ განვითარებულები. ამ შეჯიბრში იქნება როგორც ყველა შეჯიბრში ალბათ სხვადასხვა კატეგორია, ხო? იმიტომ რომ განსხვავდება ალბათ მანქანის მიხედვითაც, მძღოლის მიხედვითაც, რა განსხვავებებია ეს და სად ვართ ყველაზე ძლიერები თუ შეიძლება რომ ეს მეტი კონკურენტი სად არის? კი, არის ორი კლასი, მოყვარულების და ეს პროფესიონალური კლასი არის. პროფესიონალურ კლასში ავტომობილი უნდა იყოს მომზადებული სრულიად, ამაში გულისხმობ უსაფრთხოების კარკასი, ცეცხლმაქრი, დენის გამთიში, ავარიის შემთხვევაში კი, დენი უნდა გაითიშოს, ავტომობილს არ უნდა მიეწოდებოს დენი, რათა ცეცხლი არ გაჩნდეს. კომბინეზონები, რომელსაც ცეცხლი არ ეკიდება, მეხანძრეები ვიზივართ ხოლმე კი. და ეს ნორმები, ეს ნორმატივები უნდა დააკმაყოფილოს, თავისთავად გამოცდილება, ხა პირდაპირ არავინ არ გამოდის პროფესიონალურ კლასში. თუმცა შეუძლია საქართველოში ააწყვეს ეს ავტომობილი, ივარჯიშოს და მიიღოს მონაწილეობა. რამდენად მსოფლიო ლიგაში ჩვენ ვარსებობთ როგორც ქვეყანა? ჩვენ არ ვარსებობთ სამწუხაროდ. როგორი პასუხი იყო? არა, რამდენი ხანია რაც საქართველოში ვითარდება, საიდან დაიწყო ამით დაინტერესდება და თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა კონკრეტულად, ხო, რატომ გადაწყვეტეთ რომ მაინც აი აქ იყო თქვენი ადგილი, ასე ვთქვათ? ოფიციალური შეჯიბრებები უკვე 3 წელია სტარტდება ეს ტურნირები. ყოველთვის მიყვარდა ეს სფერო ავტომობილების. თუმცა საშუალება მე პირადად არ მქონდა რომ დავხმარებოდი ამ დრიფტს კონკრეტულად ამ სახეობას. დროის მანძილზე შევქმნე პირველი დრიფტ გუნდი, გადავიღეთ ვიდეოები, ავტვირთეთ ინტერნეტ სივრცეში, Facebook-ზე, ფორუმი იყო. და გამოხმაურება იმდენად კარგი ქონდა რომ გადავწყვიტეთ რომ შეჯიბრებები ჩაგვეტარებინა. მოვიწვიეთ რუსეთის მთავარი საჯი
დამაარსებელი ჩემპიონატის წესები გადმოგცა, ჩვენი წესები ქართულად გადავთარგმნეთ, გავაცანით. მონაწილეები ქართველები არიან, ხო, რაც ჩატარებულა სულ. და რაც მნიშვნელოვანია, რომ ამ სპორტში ვერ მიიღებ მონაწილეობას თუ მანქანა არ ყავს ისეთი, როგორც უნდა იყოს ყველა. და გარდა ამისა, მანქანის გარდა კიდე რა უნარჩვევები და ასე ვთქვათ, ფიზიკური სპეციალური მომზადება, მართვის მოწვევას არ ვთქვა, რა უნდა კონდეს გადაწყვეტს, რომ აი ამ სპორტით უნდა დაკავდეს. და ასევე საინტერესოა ყველაზე სარისკო და ყველაზე საფრთხილო რა არის ამ სპორტში, რატომ არის ექსტრემალური, ასე ვთქვათ. მე ვიტყოდი, ნერვები არის ყველაზე მთავარი. როგორც ყველაფერში. იმიტომ რომ ანუ იმდენად დამოკიდებული ხარ ავტომობილზე. შეიძლება შენ მზად იყო, მოგებისთვის მზად იყო, შეჯიბრისთვის მზად იყო, მაგრამ ისეთ მომენტში, სადაც გჭირდება ავტომობილის გვერდში დგომა, შეიძლება გაგიფუჭდეს ან რაღაც ელემენტარული დაუდევრობის გამო წააგო უბრალოდ და ვერ გააგრძელო ჩემპიონატში მონაწილეობა, ან უბრალოდ რო არ კონდეს შეკეთებისთვის. ეს არის მთავარი, რადგან ყოველთვის მე მაგაზე ვნერვიულობ ხოლმე პირადად. აი ესე წელს ვინც გადაწყვეტს მაგალითად რომ უნდა მონაწილეობის მიღება, ყავს გამართული ავტომობილი, მაგრამ პირველი წელია მისთვის, ანუ არის რაღაც რასაც ამოწმებთ, თქვათ საცდელი, რაღაც ღონისძიება, სადაც შემოწდება იმსახურებს თუ არა ეს ადამიანი მონაწილეობას თუ ვიდეო უნდა წარმოადგინოს იმისთვის, რომ თქვენ რიგებში მოხდეს, ანუ პირველივე ვინც მოვა, ალბათ ვერ გამოვა, ხო, ეგრევე ამ. კი, ნუ ძირითადად ჩვენ ყველას ვისმენთ ბოლოლებს, ვით უმეტეს კი მეც ჩემპიონატში მონაწილეობას. ხო, არა, ეხლა ქუჩიდან მოვიდი და დამსვიდა არ არც იქნებ მოვიდეს გაიზარდო ვიღაც ახლა წელს პირველი წელია უწევს რომ მარტო უნდა კონდეს საჭირო არ არის მარტო ეს რა მაგარია ვისაც სიჩქარე უყვარს ან დამართვის მოწმობა არ აქვს, ეხლა ეს მოწოდება არ იყოს, არასწორია. ჯობია რომ გქონდეთ მართვის მოწმობა და ისე მიხვიდეთ, ცოტა შემეშინდა მე თვითონ რომ წარმოვიდგინე ადამიანი, ვისაც არ აქვს მართვის მოწმობა და ესეთ რაღაცებს აქვს. ვერც გააკეთებს პრინციპში. ნუ თავისთავად ანუ ტარება თუ არის ეს ვერ გამოვა, უბრალოდ მართვის მოწმობა არ ნიშნავს იმას, რომ მონაწილეობას ვერ მიიღებ ჩემპიონატში. ანუ შეიძლება ძალიან კარგად დადიოდე ქალაქში, მაგრამ ნუ დრიფტის სხვა სპეციფიკა არ აქვს. ანუ იქ თქვენ მანამდე ყველაფერს არ ყვევთ დაწყებული იმით ავტომობილის შესაბამისობაში თუ არის თუ არა თქვენ კრიტერიუმებთან და მძღოლსაც კი რეგისტრაციის დროს მოწდება ეს ყველაფერი თუ აკმაყოფილებს იმ ნორმატივებს, სტანდარტებს. და მაგის მერე უკვე ვარეგისტრირებთ. ნუ ძირითადად არავინ არ გამოდის. კიდე ერთხელ ვიტყვი, პროფესიონალურ კლასში არავინ არ გამოდის. ყველა იწყებს მოყვარულის დონიდან. მერე იზრდებიან, სწავლობენ რაღაცებს და გადმოდიან პროფესიონალებში. საერთოდ შეიძლება ვთქვათ, განსხვავებული სპორტით ხართ დაკავებული, საერთო არის ის, რომ კარგად უნდა იცოდე რა გინდა რომ გააკეთო, ხო, სავარაუდოდ და ეს რისკებს გზაში. წინასწარ უნდა იცოდე გზაც და ის რისკი გაკეთება. როგორც მანევრირების გადავგამართ. დაახლოებით მე რაც მომივიდა კონცერტები ხო ვიცი საზღვარგარეთ და რო ხვდებიან ხოლმე ხო ვიცი. და მე ფილარმონიაში გადავწყვიტე რომ ჩემ კონცერტზე გადამხდარიყო და არავინ არ დამიჭირდა. შენც ექსტრემალი ხარ. და ჰაერში ვფიქრობდი, იმდე ხალ მიფრინავდი რომ ვინ დამიჭირს რაღაც. ასე რომ გზაში ილეთი არ უნდა გადაიფიქრო. არასოდეს არც ერთ შემთხვევაში მეგეთ რაღაცა არ უნდა გააკეთო. და უარიც არ უნდა წეწ. და ალბათ საერთო ის გვაქვს რომ სიფრთხილე ყველგან საჭიროა, სიფრთხილის დაცვა აუცილებელია ყველა სპორტში. მაშინაც კი როცა ფეხით დადიხარ უბრალოდ საკუთარი ორი ფეხი. რაზრი მომივიდა. ყველაზე რთული. ორი რაღაცა 15,000-იანი ველოსიპედი გვიდევს და რაც მომდა რომ გავიარე. მოიცადე, დავიმშვიდობოთ მაყურებელს და მერე გავივლით მარცხენა ჩემია მარჯვენა. იმიტომ რომ შენი გზაში გადაფიქრებული ირეთი საჯაროდ რომ არ ნახოთ. ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენთან ერთად იყავით. საინტერესო იყო ნამდვილად თქვენთან საუბარი. ბევრი რაღაც ახალი გავიგეთ, რაც მთავარია თუ რამის სურვილი გაქვთ, არ შეგეშინდეთ არც იმის რომ საკმარისი თანხა არ გაქვთ, იმიტომ რომ გავერთიანდით. სოდნის დახმარებით შეგიძლიათ რომ აისრულოთ ეს საკუთარი სურვილები. დავამშვიდობოთ მაყურებელს. წარმატებებს გისურვებ და საერთოდ თქვენ მიმართულებას უსურვებ წარმატებას, იმიტომ რომ ჯანმრთელობა დევს ამ ყველაფერში, რისკი, რაც ადამიანში ყველაზე მნიშვნელოვანია. და ის სიამოვნება, რომელიც ყველანაირი რისკით ბათილდება ეს ადამიანები იღებენ. და რისკის გარეშე იმედია ის სიამოვნა ჩვენმა მაყურებელმა დღევანდელი შუადღით გემშვიდობებით უკვე ხვალამდე 12-ის ნახევარზე შევხვდებით ერთმანეთს. დროებით.